გიორგი, ბანკიდან დამირეკეს საკრედიტო ბარათი შემომთავაზეს 1000 ლარიანი ლიმიტი გექნებაო, ესე მითხრეს და მე ხორცი ცოტა მშიშარა ვარ და თან არ ვიცი როგორ უნდა გამოვიყენო. Ოფსაში არაფერია, თუ სწორად გამოიყენებ, ეკერა სარგებელი შეიძლება მიიღო. ცეცხლისგან სარგებელი როგორ უნდა მივიღოთ? საკრედიტო ბარათებს აქვთ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი. მაგალითად, 1 დეკემბერს თუ აიღებ ბარათს, 1 იანვარს იქნება დაანგარიშების თარიღი. თუ მანამდე დახარჯავ პირობითად 500 ლარს, ხო? და შემდეგ უკვე 1 იანვრიდან 25 დღის განმავლობაში ამ 500 ლარს ერთიანად ან ეტაპობრივად დააბრუნებ, მაშინ საპროცენტო განაკვეთ საერთოდ არ გადაიხს და პირიქით პარტნიორ მაღაზიებში გადახდილი 500 ლარის კეშბექს ბანკი უკან გიბრუნებს და ამას აგროვებს. და თუ ვერ შევაფსე რა ხდება? მაშინ 25 დღეს ჩამოგეჭრება მინიმალური გადასახადი, რომელიც არის 5-დან 15%-მდე ბანკს გააჩნია, ანუ 1000 ლარი რო დახარჯო 50-დან 150 ლარამდე გამოვა ეს მინიმალური გადასახადი, თუმცა ამ გახარჯულ თანხას უკვე ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი. ხო, მითხრეს დაანგარიშებიდან 25 დღეში თუ დავფარავ სრულად თანხას, პროცენტი აღარ დაგერიცხებაო. ეგ არის თავარი ამ ბარათში, რომ შეგიძლია ისე დახარჯო თანხა, რომ ბანკს პროცენტი არ გადაუხადო, სამაგიეროდ დააგროვო კეშბექი და ქულები, რომლებსაც შემდეგ დახარჯავ, თავარია ეს ლიმიტი ისე გახარჯო და იმდენი, რამდენის გადახდით საშუალებაც გექნება 55 დღიან პერიოდში. კიდევ ერთი, ჯობია რომ ამ ბარათით ფული არ გაანაღდო ბანკომატიდან, რადგან საკომისიო პროცენტი ძალიან მაღალია ფულის განაღდებისას. ესე იგი მარტო ტერმინალზე უნდა გადავეხადო? სწორად მიხვდი, ტერმინალით გადახდისას ეს არის შოპინგის ბარათი, გამოწერისას შეგიძლია არის 0% საკომისიო, მაგრამ თუ გადარიცხავ ან გაანაღდებ, საკომისიო უფრო მაღალია. და როგორ ვაკონტროლო, რამდენი დავხარჯე? მათემატიკაში არც შეძლები ვარ. ხარჯების კონტროლი მობაილ ბანკიდან ძალიან ადვილია, SMS-იც მოგივა, რამდენი ჩამოგეჭრა და რამდენი თანხა დაგრჩა საკრედიტო ბარათზე, ერთს გასწავლი. ხელფას რო აიღებ, ეს თანხა შეინახე, არ დახარჯო, შენი ყოველდღიური ხარჯები დაფარე საკრედიტო ბარათიდან და თქვა თვის ბოლოს, როდესაც უკვე 900 თუ 1000 ლარი რაც გექნება დახარჯული, ხო, აი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში შენი ხელფასიდან დაფარე. ანუ პროცენტსაც არ გადაიხდი და სამაგიეროდ დააგროვებ კეშბექს და ფულებს, რომელიც შემდეგ წლიური საკომისიოს დაფარვაშიც დაგეხმარება და შეგიძლია სხვა რაღაცებიც იქნება. მე მგონი თუ კარგად დავამუღამ, საკომისიოს ფულსაც მოვაგროვებ და მეცაც. კიდევ ერთ ლაიფჰაკს გასწავლი. საერთო შეკრებებზე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან შენ გადაიხადე საკრედიტო ბარათი და მე იმათმა ჩაგირიცხონ ფული, ამით უფრო მეტ კეშბექს მოაგროვებ. მოკლედ ცოტა რთული შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ თუ სწორად გამოიყენებ საკრედიტო ბარათით კმაყოფილი დარჩები. კარგია. და იცი კიდე რა მაინტერესებს?